ვინც გუდამაყრელად თვლის თავს და გუდამაყარი უყვარს, ხო, გესის მშენებლობას ხას არ დაუჭერს, მე ესე ვიცი. ვიღა გამოიხედავს აქეთ, რაღაც შვილები მოვლენ, რაღაც შვილიშვილები მოვლენ, რაღაც სხვა ხალხი მოვა დასასვენებლად. მართლა საოჯახო სასტუმროები გააკეთეს ხალხმა, თვითონ ჩემმა ბიჭმაც გააკეთა და ვიღა შემოვა ეგ ეკითხებით. რომელი ტურისტი მოვა, როცა წყალი არ იქნება უწყლო ადგილას. არაგვი რომელიც უნდა მოექცეს მილებში დაახლოებით 5 კილომეტრზე მეტი გამოდის ეს მანძილი, ანუ ჩოხში კეთდება, ანუ ეს არის პროექტში შეიკრიბება ეს მდინარე, ჩავარდება მილში და თორელათი რო არის სოფელი, მან კეთდება კაშხალი, სადაც უკვე დადგება ტურბინები. ანუ მთელი ეს მონაკვეთი, ეს სოფლები, რომლებიც გაშენებული არის აი მარაგვის ნაპირზე, დარჩება მდინარის გარეშე. ეწყალიღა გოქუდა ესაც ჩავარდეს და ის იყოს, მე რა გავქნათ, კაცო. არა, უწყლოდ ვერ ვიქნებით. აი ძალიან წინააღმდეგი ვიქნები მე. ეს წყალი რო დაგუბდება აქ, აი ამ სოფელს ჟინმალის დაგუბებაში ჩაიტანს. რო მოხდეს რაღაცა, გასკდეს ის კაშხალი რაღაცა არის. არ ვიცი, აქ გეოლოგები იყვნენ, არ იყვნენ, არაგვი რა დიდდება, ესე იგი, ვისაც არ უნახავს ეს, ხო და არ იცის, ესე იგი, ალბათ ვერც მიხვდება. ძირიანად გლეჯავს ხეებს და მოაქ, ესე იგი, თუ გინდა ბურსაჭილის მხრიდან, თუ გინდა ბოსელია სოფელი, სადაც მეორე არაგვი მოდის. იქიდანაც, ესე იგი, ამას რო ჩახერგავს, მე არ ვიცი, ესე იგი, რა სიტუაცია იქნება. არანაირად არ უნდა შეუცვალოთ სახე, არაფერს, სახეცვლილი ბუნება მრისხანია ვაჟას თქმის არ იყოს, რომ ბუნება მბრძანებელიაო. არაგვი არ უნდა დავაბრკოლოთ, მას უნდა მივცეთ არჩევანი საშუალება. იაროს იმ გზით, რა გზითაც უვლია დღემდე და ამიტომ ჰესი იქნება დამანგრეველი მთელი ხეობისათვის. ისედაც მცირერიცხოვანი ვართ აქ ადგილზე მოსახლეობა, მკვიდრი მოსახლეობა, რომელსაც ძალიან გულით და სულით აქ დაბადებულებს გვიყვართ და აქვე საძვალე უნდა იყოს ჩვენი, როგორ უნდა მივატოვოთ ეს ხეობა, არც ერთ შემთხვევაში და თვითონ არაგვი არ დაგვითხოვს და არ აქვს, არ ჩვენ არ უნდა დავეთხოვოთ, ამიტომ მხარდამხარ უნდა ვიაროთ. ой, მე იცი რას ვაპირებთ? გავიტანთ აი აქ ხითანაცა, იქ ჟანდუკის ხითან გავჩერდებით, ვიმორიგებთ. თუ არა და იმაში გადავკეტავთ ფასანაუში გზას და არ გაუშვებთ მანქანებსა. სიმართლის მხარეზე უნდა იდგეს ყველა. სიმართლე სინათლეა და სინათლე უნდა იყოს ჩვენს ფანჯრებში. ყველა ხეობაში, სადაც საგანგაშო მდგომარეობა შეიქმნება, ყველა ვალდებულია, დიდი ან პატარიანად. გამოვიდეს და აგოს პასუხი იმაზე, რომ მერე შთამომავლობას არ დაუტოვოს ცუდი რაღაცა, რომ აი მაშინ შემეძლო ეს გამეკეთებინა, მაგრამ უკვე სინანული გვიანღა იქნება, რომ არ გავაკეთე. ხუთზე კაცი უნდა გამოვიდეს, რო ვთქვათ, მასწავლებელი იქნება, ინჟინერი თუ ვინც იქნება, რა პროფესიითაც არ უნდა იყოს ჩვენი ხეობის მოსახლეობა, ყველამ უნდა თქვას თავისი აზრი. ჩვენ ახლა რამოდენიმე ადამიანი, მე და ძალიან ბევრი ადამიანი კიდევ ვიცი გუდამაყარში, რომელიც გვეგმოთ აქ მე მაგალითად სახლის აშენებას ვიწყებ, უნდა განვაახლოთ ჩემი ძველი სახლი, ჩემი ოჯახიც დავაბრუნო გუდამაყარში და პლუს ამას კიდევ ვფიქრობთ რაღაცა პატარა კოტეჯები, სასტუმროები, რაღაცა ტურისტული ინფრასტრუქტურა, რომელიც ჩაჯდება აი ამ ხეობაში და მოუხდება და ტურისტსაც მიიღებს და ასე შემდეგ, ეს პროექტი ამ ყველაფერს თავდაყირა აყენებს. ანუ აქ ხალხს კი არ შემოიყვანს გუდამაყარში, არამედ ვინც არის დარჩენილი, ის ადამიანებიც დატოვება გუდამაყარს და დარჩება ეს ხეობა სრულიად ცარიელი. მე მინდა დანარჩენ საქართველოს უთხრა, რომ ეს არ არის მარტო გუდამაყრელების პრობლემა, ეს არ არის მარტო სვანების, პანკისელების, რაჭველების პრობლემა, ეს არ არის მარტო იმ ხალხის პრობლემა, რომელთა ხეობაშიც დღეს არიან ამოსულები და დღეს აქვთ მილები ამოტანილი. ეს არის მთელი საქართველოს პრობლემა, იმიტომ რომ გარემოზე ზემოქმედების შედეგებს ჩვენ ყველა ერთად მოვიმკით მომავალში, ამიტომ დაგვიდექით გვერდით და ერთად შევებრძოლოთ ამ პრობლემას.